ინდივიდუალური თუ სოფლებზე მიბმული მრიცხველები, როგორ აპირებს მთავრობა მესტიის გამრიცხველიანებას, ვრცლად გიყვებით რამდენიმე წუთში. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველომ რუსულ ინტერაოსთვის არბიტრაჟში წაგებული თანხის გადახდა დაიწყო. გიორგი კაკაურიძის თქმით, კომპანიასთან გრაფიკი შეთანხმებულია. შრომის ინსპექციის მონაცემებით 2025 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 179 დაშავდა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი ამბობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი ალტერნატიული რკინიგზა კი არა გლობალური მნიშვნელობის კვანძია. 2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით საქართველოდან არალეგალურად მყოფი 2154 უცხოელი გააძევეს. საღამო მშვიდობისა, SBMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგით. ინტერაოსთან კომპენსაციის გადახდა გაწერილი ვადის შესაბამისად ხორციელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე BMG-სთან ამბობს, რომ კომპანიასთან საკმაოდ კარგი შეთანხმება შედგა, თუმცა რა კონკრეტული შეღავათი მიიღო საქართველომ, გასაიდუმლოებულია. უშუალოდ საარბიტრაჟო ტრიბუნალის განაჩენიდან გამომდინარე საუბარია დაახლოებით $139 მილიონ, რაც საქართველოს მთავრობამ ინტერაოს უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება წლების წინ დაწყებულ სატარიფო დავას უკავშირდება. ინტერაოს საერთაშორისო არბიტრაჟში და რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალი. ინტერაო თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის თელასის აქციათა 75% ფლობს. მამას გარდა რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია გარდაბანი ჰოლდინგსის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, ხრამჰესი 1 და ხრამჰესი 2, ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც. დავის ფარგლებში ინტერაოს მიერ მოთხოვნილი თანხა თავდაპირველად $200 მილიონი იყო. ინტერაოსთან დაწყებულია საკმაოდ კარგი შეთანხმება იქნა მიღწეული, უფრო ნაკლები საბოლოო ჯამში ვიდრე შეთანხმებამდე ვალდებულება იდგა, არის წლებზე გაწერილი და ამ გაწერილი წლების მიხედვით მოხდება ანაზღაურება. კომერციული საიდუმლოება და არსუს კომპანიას კონკრეტული შეღავათი რაც მოხდა შეთანხმებით ის გადასაჯაროებს. მთავრობა მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებისთვის ემზადება. როდიდან დაიწყება პროცესი, ან რა დაჯდება მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანება უცნობია. დღეს ცნობილი გახდა, რომ არალეგალური კრიპტომაინინგის იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველები დამონტაჟდება, მათ შორის მრიცხველები კონკრეტულ დასახლებებსა და სოფლებზეც იქნება მიბმული. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ მესტიაში არალეგალური ბიზნეს საქმიანობა კრიპტომაინინგს უკავშირდება, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მან აღნიშნა, რომ 2025 წლის მონაცემებით მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 133 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს, ასეთი ზომის მუნიციპალიტეტისთვის კი ეს მაჩვენებელი 10 მილიონ კილოვატ-საათს არ უნდა აღემატებოდეს. გამრიცხველიანების ინიციატივას ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და მოსახლეობა სკეპტიკურად უყურებს. რატომ მიიჩნევს ადგილობრივი ბიზნესი ხელისუფლების არგუმენტებს დაუსაბუთებლად და როგორია ენერგეტიკოსების შეფასებები? ეკა გაზდელიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს, ეკა გისმენთ. მოგესალმები, ელენე. მესტიის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივების გამოხმაურება მოსალოდნელ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით საკმაოდ ნეგატიურია. ადგილობრივი მცირე ბიზნესისა და მაცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ მათთვის მეუღებელია გამრიცხველიანების დაწყება იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტს გაზი არ მიეწოდება და ზამთარში გადბობის ერთადერთ საშუალებად ელექტროენერგია გამოიყენება. ხელისუფლების მთავარი არგუმენტი, რომ გამრიცხველიანება უკანონო კრიპტომაინინგის აღკვეთის საშუალებაა, ადგილობრივების ნაწილისთვის გაუგებარია, მათი თქმით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სამართლებრივი მექანიზმებით უნდა წარიმართოს და უმჯობესია, რომ ის კონკრეტული პირები გამოვიდნენ, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო ელექტროენერგია არა პრივილეგია, არამედ მკაცრი კლიმატური პირობების ფონზე გადარჩენის ერთადერთი საშუალება, ხოლო ენერგოკომპანიების დაპირება, რომ გამრიცხველიანების შემთხვევაში ენერგომომარაგება სტაბილური გახდება, ადგილობრივების ნდობას არ იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მუდმივმა წყვეტებმა ტურიზმის სექტორი საკმაოდ დაზარალა, ადგილობრივი სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილისთვის მაინც მიუღებელია გამრიცხველიანების დაწყება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს სასტუმროები და დიდი ნაწილი, სადაც გამრიცხველიანებულია და ელექტროენერგიის გადასახად სიხდიან, თუმცა მათი ნაწილი გადაწყვეტილებას მაინც სკეპტიკურად უყურებს. ერთადერთი გზა, რითიც მოსახლეობის შენარჩუნება ხერხდებოდა ამ რეგიონში, იყო იმით, რომ ელექტროენერგია იყო უფასო.
თუ აღარ იქნება უფასო და თუ უნდა გამრიცხველიანდეს და ყველამ უნდა იხადოს დენის გადასახადი, რა თქმა უნდა, ესეც ამაზე არავის არ აქვს ესე ცალსახად საწინააღმდეგო აზრი, უბრალოდ უნდა გათვალისწინებულ იქნას სხვადასხვა საკითხები, რაც მგონი რომ ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული. თუნდაც ის რომ რეგიონში ყოფილიყო გაზი ფიქსირება მომხდარი ამდენი ხნის განმავლობაში საერთოდ აღარ იქნებოდა ეს პრობლემა. ჯერჯერობით არ შემოხვედრია ადამიანი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომლებიც მე მგონი რაღაც დავალებას ასრულებენ, მათ გარდა არ შემოხვედრია ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ადამიანი. ყველა არის საკმაოდ შეშფოთებული, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ თუნდაც ეს შეყავათები, რასაც ახლა საუბრობენ, ეს იქნება მხოლოდ დროებითი და შემდგომ აუცილებლად ყველას მოუწევს ელექტროენერგიის გადახდა. გამოსავალს საჭიროებს ეს სიტუაცია, თუმცა ეს სტანდარტული ტარიფით და პირდაპირ გამრეცხვევიანებით ფაქტობრივად ნიშნავს იმის ფონზე, რომ სვანეთში არ არის ბუნებრივი აირი, ეს ყველას ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ხოლმე და გონიათ, რომ რაღაცა უბრალოდ ახირება, რომ არ არის გადასახადი და რეალურად ადამიანებს არ ჭირდებათ გარკვეული შეყავათი ელექტროენერგიაზე. რეალურად ჭირდება სვანეთს ეს შეყავათი, იმიტომ რომ არ გვაქვს ბუნებრივი აირი. რაც ძალიან დიდი წინააღმდეგობაა და პირდაპირ სტანდარტული ტარიფით გამრიცხველიანების შემთხვევაში ფაქტობრივად ზამთრის სეზონი ნესტიაში უკვე გახდება არ ვიცი, შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა პირობებით დაიწყება გამრიცხველიანება და კონკრეტულ ვადებსა და სამოქმედო გეგმაზე ჯერ არავინ საუბრობს, არსებული მდგომარეობა შაფას ენერგოპრო ჯორჯიამ და თქვა, რომ მესტია იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, ამდენსაც საქართველოს 15 მუნიციპალიტეტი ერთად და 2025 წელს კიდევ 7%-ით გაიზარდა მოხმარება, რაც გადამცემი ქსელების დატვირთვას და ავარიული გათიშვების გახშირებულ შემთხვევებს იწვევს. არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად და სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება ენერგოპრო ჯორჯია შეფასებით 10-12-ჯერ უნდა შემცირდეს. რეგიონში გამრიცხველიანების აუცილებლობაზე საუბრობს ენერგეტიკოსების ნაწილით, მათი განმარტებით ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულ ნიშნულს აღწევს, რაც რეგიონის ენერგოსისტემას კოლაფსის წინაშე აყენებს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ქსელი მესტიაში ამჟამად 4-ჯერ მეტი მაღალი დატვირთვით მუშაობს, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო. გამრიცხველიანება კი ქსელს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. რაც შეეხება ინვესტიციებს, ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ დამატებითი ფინანსების მოძიება გაჭირდება სამექმა და კომპანიამ პრიორიტეტი მესტიას უნდა მიანიჭონ და სხვა რეგიონების ხარჯზე მაინც განახორციელონ ჭკვიანი მრეცხველების მონტაჟი. ამ ეტაპზე რომ იმ ინფრასტრუქტურა, რომელიც ახლა დღეს მესტიაში არსებობს, ცოტა მოძველებული, გასაკეთებელი, გასაახლებელი, მაგრამ მან დაახლოებით ის რაოდენობის ელექტრული ენერგია გაატაროს, რაც დღეს ნამდვილად ჭირდება მესტიას. ეს პრობლემა არ არის და ენერგოპრო ჯორჯია შეძლებს ამის მიწოდებასა და მოსახლეობის დაკმაყოფილებას ელექტრული ენერგიით. სხვა ბიზნესი მოკვდა მესტიაში, აი ყველაზე მთავარი რეალური ბიზნესი რაც იყო, ანუ ტურისტული ბიზნესი მოკვდა აი ამის გამო მესტიაში. ტურისტული ბიზნესი გაცილებით უფრო მომგებიანია ჩვენი სახელმწიფოსათვის ეკონომიკურად, ვიდრე დაუშვათ კრიპტოვალუტის განვითარება. ამიტომ ის ენერგია რომ ტურისტული ბიზნესზე გადმოვიდეს, გაცილებით მეტ მოგებას მიიღებს იქაური მაცხოვრებლებიც და ბუნებრივია სახელმწიფოც. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოსაფხრელად მესტიაში გამრიცხველიანება მოხდება, თუმცა ითქვა ისიც, რომ ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია გარკვეული ლიმიტის ფარგლებში კვლავ უფასო იქნება, ხოლო მათ, ვინც ლიმიტს გადააჭარბებს, უკვე ტარიფის გადახდა მოუწევს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი BMG-თან აცხადებს იმასაც, რომ სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიას კვლავ უფასოდ მიიღებენ, თუმცა რამდენად დაზუსტებულია საკითხები და რა შეღავათიანი პირობები იქნება შეთავაზებული მოსახლეობისთვის, ეს ჯერჯერობით კვლავ უცნობია, უფრო ვრცლად ამ საკითხებზე 19 საათიან გამოშვებაში გიამბობთ. მადლობა ეკა გაზდელიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზას აქვს პოტენციალი გახდეს საიმედო ალტერნატიული გზა გლობალურ ვაჭრობაში. ეკონომიკის დოქტორი ჰეგელმან ჯორჯიას ბიზნესის განვითარების მენეჯერი საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ახალი სარკინიგზო ხაზი სრულად ამოქმედება ტვირთების გადანაწილებას გამოიწვევს, თუმცა რკინიგზაზე ყველა ტიპის ტვირთი არ გადავა. სწრაფი მიწოდების პროდუქტები კვლავ სამანქანო გადაზიდვებზე დარჩება, ხოლო დიდი მოცულობის დაბალი ღირებულებისა და რეგულარული ტვირთები რკინიგზაზე გადაინაცვლებს. ნაყარი ტვირთებისთვის კი საზღვაო გზა კვლავ ოპტიმალური დარჩება. სალომე დანელია მიიჩნევს, რომ პროექტი ბაზარზე ახალ ეკონომიკურ აქტორებს შემოიყვანს, რომლებიც ადრე რისკების ან ბიუროკრატიის გამო რკინიგზას არ იყენებდნენ.
მოკლევადიან პერიოდში ტვირთების გადანაწილება ცხადია მოხდება თქვათ საზღვაოთი და ჩვეულებრივი სამანქანო გადაზიდვის ალტერნატივად მოხდება მისი ჩანაცვლება და გრძელვადიან პერიოდში უკვე ჩანაცვლების ან ტვირთების გადანაწილების გარდა მოლოდინი შეიძლება შეგვიქმნას იმის რომ ასე ვთქვათ გრძელვადიან პერიოდში უკვე ახალი ეკონომიკური ასე ვთქვათ აქტორები გამოჩნდება ბაზარზე და ის კომპანიები რომლებიც არ განიხილავდნენ მაღალი რისკის ფაქტორი გამო ან თქვათ სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემისა და ბიუროკრატიული პროცესების გამო სარკინიგზო გადაზიდვას შეიძლება ამ შემთხვევაში უკვე ესე ახალი ეკონომიკური აქტორები უფრო მეტად გააქტიურდნენ თუ კი თქვათ შესაბამისი ესე თქვათ მომსახურეობის სისტემებიც იქნება გამართული. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება. ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით მოხდება თუ არა ამ კორპორაციაში ენერგეტიკის განვითარების ფონდის შერწყმა. ამის შესახებ BMG-სთან ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს. ამ დროისთვის კორპორაცია ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი სიპის აწარმოებს საქართველოშიც და უკვე გაუქმებულ საქართველოს განვითარების ფონდს, ანუ ყოფილ საპარტნიორო ფონდს აერთიანებს. 2026 წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია დაფინანსებას მიიღებს ბიუჯეტის იმავე მუხლიდან, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრო სიპი აწარმოებს საქართველოს აფინანსებდა, რაც 232.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯერჯერობით კორპორაციის ბიუჯეტის კორექტირების შესახებ ან მისთვის ახალი პროგრამების დამატების შესახებ მთავრობის მხრიდან ახალი ბრძანების ან განკარგულების გამოცემა არ მომხდარა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ კორპორაციის მიზანი არ უნდა იყოს სოციალური შინაარსის მქონე ბიზნეს სუბიექტების დაფინანსება, ამასთან კორპორაციას გარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი საინვესტიციო ამონაგებიც. GDF-ზე არის ეს საბოლოო არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა შეიძლება ენერგეტიკის ნაწილიც გადავიდეს ამ კომპანიაში და ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაში სწორედ ამ კომპანიამ მიიღოს, ამ კორპორაციამ მიიღოს მონაწილეობა და არ იყოს ცალკე ფონდი კიდე ენერგეტიკულ სექტორში. კორპორაციას აქვს ორი ფუნქცია, ერთი პროგრამების განხორციელება, რომელიც ისედაც იყო და აწარმოეს საქართველოს ფარგლებში იყო და ეს არის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამები, ეს გაგრძელდება, მაგრამ ამავდროულად იქნება მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციებიდან ამონაგები, კორპორაცია არ უნდა იყოს სოციალური მიმართულების დაფინანსებელი, გარდა იმისა, რასაც ბიუჯეტიდან კონკრეტული საგრანტო კომპონენტებს ამა თუ იმ მიმართულებით ვაძლევთ, დანარჩენი მისი ამონაგები უნდა მოხმარდეს ისევ ინვესტიციებს და ინვესტიციებს იმ სექტორებში, სადაც გარკვეული სახელმწიფო მხარდაჭერა შეიძლება იყოს საჭირო. ეს არის სუბსიდიები უნდა იყოს, ეს არის კაპიტალის მოზიდვის ნაწილში დახმარება კორპორაციის მხრიდან. ეს არის ძირითადი ფუნქცია ამ კორპორაციის. მთავრობის ეფექტიანობისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტების საქმიანობის შედეგად ბოლო 1 წელიწადში ბიუჯეტის სასარგებლოდ 291.5 მილიონი ლარი დაიზოგა. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად გასულ წელს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა 114.8 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები განიხილა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 67.4 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. ამასთან მთავრობაში კვლავ აცხადებენ, რომ სახელმწიფო საწარმოებში, როგორც სახელფასო, ასევე ტენდერების გზით ათეულობით მილიონი ლარია დაზოგილი, რაც საბოლოოდ ისევ სახელმწიფო საწარმოების განვითარებას მოხმარდება. სპეციალისტების ნაწილს კი კვლავ კითხვები რჩება რეალურად, რა მიმართულებით დაიზოგა, როგორც საბიუჯეტო თანხები, ასევე რა ნაწილში გასწიეს სახელმწიფო საწარმოებმა ეკონომია. თუმცა შუბაშვილი მუშაობდა თემაზე და შეფასებებით სწორედ ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში, როცა საღამო მშვიდობისა. ელენე მოგესალმები. დიახ, სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომლითაც პრემიერი კობახიძე პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლოს უნდა წარსდგეს, ყურადღება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობაზეცაა გამახვილებული და ნათქვამია, რომ მათ შორის გასული წლის ივნისიდან ამოქმედებული უწყების საქმიანობის შედეგად ბოლო 1 წელში ბიუჯეტის სასარგებლოდ 291.5 მილიონი ლარი დაიზოგა. ანგარიშის თანახმად დაზოგილი თანხები მათ შორის ტენდერების კორექტირებას უკავშირდება. ამასთან, როგორც ცნობილია, მთავრობის განცხადებით მსხვილ სახელმწიფო საწარმოებში, როგორც საკადრო მიმართულებით, ასევე შესყიდვების გზით ათეულობით მილიონი ლარია დაზოგილი, რაც საბოლოოდ ისევ სახელმწიფო საწარმოების განვითარებას უნდა მოხმარდეს. დღეს ჩვენ საშუალება გქონდა ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ დაგვესვა კითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის. გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ მათ შორის გაწეული ოპტიმიზაციის შედეგად, მაგალითად, სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური მდგომარეობა დღეს უკეთესია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. ამ ფონზე ჩვენ გაგვიჩნდა კითხვა, თუ კი ელექტროსისტემაში მნიშვნელოვანი თანხები დაიზოგა, რატომ გახდა საჭირო მაგალითად
რუბნისის ქვესადგურის მშენებლობაში კერძო სექტორის თანადაფინანსება, რაზეც კაკაურიძეს შემდეგი პასუხი აქვს. საერთოდ კომპანიებად ალბათ კონკრეტულ უწყებას უნდა მიმართოთ, თუ სად რამდენი დაიზოგა, თუმცა ჯამში მათ შორის ელექტროსისტემის ნაწილში, როგორც სახელმწიფო ნაწილში, ასევე შესყიდვების ნაწილში მოხდა გარკვეული დასაგვები და ეს საწევა არ გვაქვს ბიუჯეტში, ეს მოხდება კვლავ ისევ ინვესტიციებს იგივე კომპანიებში. გარკვეული ეკონომიები ელექტროსისტემაში იყო, ფინანსური მდგომარეობა წელს გაგვდა ცილებით უკეთესი ვიდრე თუნდაც ჩაშან ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჯამში ელექტროსისტემა სჭირდება დაახლოებით მილიარდი 200 მილიონის ინვესტიცია, რაც თავიანთი 10 წლიანი სამოქმედო გეგმით არის და ამავდროულად არის კომპანიები, რომელსაც უფრო მალე უნდა კონკრეტული მიმართულებით განხორციელება. აქ შეიძლება სწორედ მოხდეს ის ეგრეთ წოდებული კერძო საჯარო პარტნიორობა, რომელიც გარკვეულ ნაწილში ინვესტიციას თავად განახორციელებს ის ინვესტორი, რომელსაც პირობითად მსხვილი ინფრასტრუქტურას აპირებს ჰესის ნაწილში ან სხვა მიმართულებით ენერგოგენერაციის ნაწილში და ამავდროულად მას იმისათვის რომ უფრო დროზე მიიღოს ის სარგებელი, რაც ელექტროსისტემის გეგმით შეიძლება მიიღოს 5 წლის მერე ან 6 წლის მერე, მას აწყობს რომ დროში ფულის ღირებულების ნაწილში თვითონ განახორციელოს ქსელზე დაერთების ინვესტიციას. ეს არის მათ მთავარი პრინციპი. როგორც გვახსოვს, ჯერ კიდევ გასულ წელს მთავრობა აქტიურად საუბრობდა, რომ სახელმწიფო საწარმოებში ჯამში 700 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, თუმცა სპეციალისტების ნაწილს ამ პროცესთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი აცხადებს, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე სახელმწიფო საწარმოებში დაწყებული ოპტიმიზაციის და თანხების დაზოგვის პოლიტიკა იმაზე მიუთითებს, რომ გასულ პერიოდში ადგილი ჰქონდა როგორც თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, ასევე კორუფციულ გარიგებებს, რის გამოც საბიუჯეტო თანხები იფლანგებოდა, თუმცა სპეციალისტების შეფასებით დაზოგილი თანხების შესახებ დეტალური ინფორმაციის გარეშე კვლავ რჩება კითხვები რეალურად მართლაც დაიზოგა თუ არა ამ მოცულობის თანხები და რაც მთავარია აღმოიფხვრა თუ არა ის ნაკლოვანებები, რის გამოც მთავრობამ საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო შეპესეებში ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო. ზოგადად სახელმწიფო შეპესეები არის ერთგვარი შავი ხვრელი, რადგან ჩვენ არ ვიცით მათ ფინანსების შესახებ ხშირად ინფორმაცია ეს არ გაიცემა ხოლმე და თქვა გვაქვს ზოგადი ინფორმაცია, თქვა ძალარისა და თქვა ხარჯის შესახებ და თქვა გვაქვს ესეთი მონაცემები, რომ ამდენი დაიზოგა და ასე შემდეგ. თუმცა ეს არ არის ჩაშლილი კონკრეტულ შეპესების მიხედვით ხშირად, ხომ? ეს არ არის თქვა მეტი დეტალი ნათქვამი, რატო იფლანგებოდა ეს თანხები, რაში დაიზოგა, თქვა აქ უფრო კორუფციულ დანაშაულთან გვაქვს საქმე, თუ უბრალოდ არამიზნობრივ ხარჯვასთან, თუ უბრალოდ არაეფექტიანი ხარჯვასთან, ეს განსხვავებული რაღაცეებია და ესეც ამაზეც არ გვაქვს ინფორმაცია და ამიტომ ეს რთულია სათქმელად, რამდენად ეს რიცხვები რეალურია, ხომ? თუმცა ერთის თქმა შეიძლება, რომ სახელმწიფო შეპესეები ნამდვილად წლების განმავლობაში იყო სერიოზული კითხვების წყარო, ესე იგი, როგორც კორუფციის მხრივ, ასევე საბიუჯეტო თანხების მიზნობრივი ხარჯვის მიმართულებით და როგორც ჩანს, ეს პრობლემა იმდენად გაიზარდა ამ ნაწილშიც, რომ მოუწია ქართულ სისტემას ერთგვარი ზომების მიღება. როგორც აღინიშნა საბიუჯეტო თანხების დაზოგვის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში ემოცემული, რომლითაც პრემიერი კობახიძე პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლოს უნდა წარსდგეს, შესაბამისად სავარაუდოა, რომ უფრო მეტი კითხვა ამ მიმართულებით უკვე საკანონმდებლო ორგანოში დაისმევა. მადლობა ნუცა შუბაშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში. საქართველოს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად მწვანე წყალბადის მილსადენის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში სააგენტო ტრენდს განუცხადა. საქართველოსთვის საკვანძო საკითხზე ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება წარმოადგენს, მისი მიღწევაც მარტო შეუძლებელია და მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობითაა შესაძლებელი. აღნიშნა ინგა ფხალაძემ. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთობლივ მუშაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი გრძელვადიანი პარტნიორები არიან, მათ შორის ზამთრის პერიოდში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების სფეროებში. ინგა ფხალაძის თქმით, მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ფარგლებში ორი აქტიური პროექტია, სახმელეთო მარშრუტი, რაც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთსა და ბულგარეთში მწვანე ენერგიის მიწოდებას მოიაზრებს და 4000 მეგავატიანი წყალქვეშა კაბელი, რომელიც ერთმანეთთან აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს აკავშირებს.
საქმის კურსი ამით დასრულებულია დღის ყველა მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეს 19 საათზე ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახავს.